საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადე ხოთაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. დაკავებულთა რაოდენობა იზრდება 4 ოქტომბერს თბილისში ძალადობრივი ქმედებებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 46 ადამიანი დააპატიმრა. საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქციის და რადიკალების მორიგი მარცხი ნაციონალების ამერიკულმა ვოიაჟებმა შედეგი ვერ გამოიღო. ლაზარე გრიგორიადისიდან მზია ამაღლობელამდე მოძალადის გმირად წარმოჩენა როგორც თანამედროვე ლიბერალიზმის კონცეფცია. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. 50 ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების განსახილველად თბილისში შეიკრიბება. დედაქალაქი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. საუკუნის პროექტი რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ბაჩუახალაია ამ დრომდე ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში იმყოფება. სააკაშვილის რეჟიმის თავდაცვის მინისტრი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით და ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს. ცოტა ხნის წინ მასთან ადვოკატი შევიდა, მას შემდეგ რაც კრიმინალურ პოლიციაში სასწრაფოც გამოიძახეს. ნინო არღურიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩუახალაიამ გამოკითხვისას თავი შეუძლო იგრძნო, რა დროსაც მას მედიკოსების დახმარება დასჭირდა. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ექიმები მასთან. ამის შემდეგ შენობა მედიკოსებმა დატოვეს, ახალაიას გამოკითხვა კი გაგრძელდა. ზუსტად 7 საათია ბაჩუახალაიას გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორ დასრულდება და როდის ამ დროისთვის უცნობია, თუმცა გეტყვით რა თქვა ნაციონალური მოძრაობის ძალოვანმა მინისტრმა შესვლამდე. არც მეტი არც ნაკლები ბაჩუახალაიამ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქცია 9 აპრილის მოვლენებს შეაფასა და ამას შეადარა და ამას მშვიდობიანი აჯანყება უწოდა. ბაჩუახალაია ამბობს, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი. ის ადასტურებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ვერშემდგარი რევოლუციის ავტორებთან, თუმცა აცხადებს, რომ ამ პროცესში ის ორგანიზატორებს შორის არ ყოფილა. ახალაიამ, როგორც უკვე გითხარით, პროცესებს მშვიდობიანი უწოდა, თუმცა რატომ არ ესწრებოდა თავად ის ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან აქციას, დღეს ამ კითხვას ის ბევრჯერ გაექცა. რა თუ სიტყვა ბგერა არ არის ჩემი. ძალიან მწვენეა და ძალიან მიტყდება ესე რომ ვთქვა, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული. სამწუხაროდ ძალიან მწვენეა ამის. ძალიან მწვენეა, რომ ეს ხალხი ეხლა სის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადველებდი ამას თვალს. საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არის ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი, სხვები, და რომლებსაც არ ჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაც სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ, ვინმეს კადმახი. ოდის ნახეთ ბოლოს მურთაზოდა. არა, ბატონ პაატას ალბათ ერთი თვის წინ. სექტემბერში არ მინახავს. მურთაზი რამოდენიმეჯერ ნახე ჩემი მეზობელია. კი. მურთაზ ხშირად ნახულობ, ჩემი მეზობელია. ძალიან მწვენეა, რომ იქ საერთოდ არ ვიყავ. ეს 4 ოქტომბერი, აი გადაჭარბების გარეშე, აი შვილებს ვიცა ვარ, გულს ველად გეუბნებით. გონია, რომ არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. დამარცხდნენ იმ ბრძოლაში. ვერა. კომუნიკაცია რატო არ წახვედით ამ მშვიდობიან აქციას? ბატონო ბაჩო, თქვენ რატომ არ წახვედით? მშვიდობიანი იყო აქცია, სადაც ეგ იყო მშვიდობიანი აჯანყება. ეს იყო მშვიდობიანი. რატომ არ იყავით ამ მშვიდობიან აჯანყებაში? ახსენი მე მგონი რატომ შეგეშინდათ ჩადენილ დანაშაულებებს. რისი შეგეშინდათ? რატომ არ გახვედით თუ ეს იყო მშვიდობიანი? ბაჩუახალაიას განცხადებები მართველი გუნდისთვის პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ის ძალადობის მომხრე და მხარდამჭერია. იყო თუ არა მისი მონაწილეობა ძალადობრივ პროცესებში, ამის დადგენას ქართული ოცნება უკვე საგამოძიებო უწყებებისგან ელოდება. პარლამენტს აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ასევე დაადგენს, ვინ ახალისებდა ამ ძალადობას და ასევე ვინ უწევდა ძალადობას ფინანსურ დონაციას. ის რომ ბაჩუახალაია იყო მონაწილე ნაციონალ მოძრაობის
იდეოლოგიური ნაბიჯებისა თუ ბოლო პერიოდში ნაბიჯებისა, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას მე მგონი ყველა ხედავდა. ხედავთ ის მეუღლეს, რომელიც აქტიური არის სოცქსელში, ის თვითონ არ ჩანს, მაგრამ მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის აჟღერებს ზუსტად იმ სათქმას, რომელიც ბაჩუ ახალაიას აქვს. რაც შეეხება მის იმას თუ რამდენად რა საკითხებში და როგორ იყო ის ჩართული, ამიტომაც არის გამოძიება, ამიტომაც ცდილობს დღეს სამართალდაცვითი სტრუქტურები რომ ამაში გაერკვნენ, რომ დადგინდეს ყველა დეტალი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, კოლექტიური ნაცმოძრაობა ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა, ამიტომ ის რეპლიკები და პასუხები, რაც ჟურნალისტებს ბაჩუ ახალაიამ გაცა დღეს საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე, მიუთითებს, რომ რა თქმა უნდა ეს ადამიანი ეთანხმება მხარს უჭერს იმ ძალადობას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, რომელიც 4 ოქტომბერს ქონდა, იმიტომ რომ ის ცინიკური რეპლიკა, რომ ეს თურმე 9 აპრილის მსგავსი აქცია იყო, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა წერტილს უსვამს. არავინ ბრალად არავის არ წაუყენებს იმას, ეს მტკიცებულებაც არ იარსებებს. რაც შეეხება გამონათქვამს 9 აპრილთან დაკავშირებით, ეს არის ყოველად უმსგავსი და უსინდისო განცხადება. როგორ შეიძლება საბჭოთა საოკუპაციო ძალების მოქმედება შეადარო ჩვენი პოლიციის მოქმედება, რომლებიც თავის სამშობლოს ემსახურებიან გულანთებით და არასოდეს განსაკუთრებული სისასტიკით არ დაურბევიათ არავინ. ძალადობის ორგანიზატორად დასახელებული ბაჩუ ახალაია ხელისუფლების დამხობის მცდელობას დღეს როგორც მოისმინეთ სრულად გაემიჯნა და თქვა რომ პროცესებს სახლიდან აკვირდება. ბაჩუ ახალაია როგორც აღნიშნე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არის დაბარებული კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. დღესვე ბაჩუ ახალაიასგან აიღებენ ხმის ნიმუშს, რითაც უნდა დადგინდეს ავთენტიკურია თუ არა ის ჩანაწერი, სადაც ბაჩუ ახალაია და პაატა ბურჭულაძე მსხვერპლზე, სისხლზე და ქუჩაში პროცესების არევაზე საუბრობენ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ბაჩუ ახალაია დღეს საგამოძიებო უწყებაში ადვოკატის გარეშე მოვიდა, თუმცა როგორც ჩანს ბოლომდე ადვოკატის გარეშე მაინც ვერ გაძლო. ბოლო 3 საათია მისი გამოკითხვა უკვე ადვოკატთან ერთად მიმდინარეობს. მადლობა ნინო, ეს ნინო არღვლიანი იყო და ბაჩუ ახალაიას მეუღლე აცხადებს ასევე, რომ თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული. მეგინ არსავიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში ბაჩუ ახალაიას მეუღლის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ის ამბობს, რომ გამოკითხვა უკავშირდება სწორედ მცხეთაში აღმოჩენილ და იქ შენახულ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას, იარაღს, თუმცა ეს არის მისი გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალურად რატომ არის დაბარებული ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ამასთან დაკავშირებით დეტალური ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უნდა მოვიდეს ადვოკატთან ერთად, ოჯახის ადვოკატი მისი განცხადებით არის ბაჩუ ახალაიასთან და სწორედ მას ელოდება იმისთვის, რომ მოვიდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. საქმე, რომელზეც საუბრობს ანი ნადარეიშვილი, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღმოჩენილ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას მცხეთაში, ტყეში, რომელიც როგორც სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ჩვენ გავიგეთ, შეიძინა და შემდეგ მცხეთაში შეინახა ბექა ჭულუხაძემ, რომლის კავშირებით დასტურდება უკრაინაში მყოფ ძალოვნებთან, რაც შეეხება მიზანს, თუ რა მიზნით შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გამოყენებული, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გავიგეთ, ასევე მიზანი იყო ის, რომ 4 ოქტომბერს ეს საბრძოლო მასალა უნდა გამოყენებულიყო თბილისში დივერსიული აქტების განსახორციელებლად. ჩვენ ახლა ველოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ბაჩუ ახალაიას მეუღლის მოსვლას და სავარაუდოდ უფრო მეტი დეტალი იმასთან დაკავშირებით თუ რა კითხვები აქვთ მასთან, მისი მოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. მადლობა მეგიეს, მეგინ არსავიძე იყო. მცდელობა სხვადასხვა მიზეზით დაკავებულების გასამართლებლად ვრცელდება ცნობები ზოგიერთის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. ნაწილი ძალადობრივი ქმედების გადაფარვას ქმედების ავტორთა პროფესიით ცდილობს. ყველა მსგავს განცხადებას ხელისუფლება იმ არაერთ გაფრთხილებას უპირისპირებს, რაც 4 საათზე შეკრების მსურველებს ეხებოდათ. მეგინ არსავიძის სიუჟეტი.
გოგი ჩახუნაშვილი 71 წლის ადამიანი დააკავეს, დამსახურებული პედიატრი. უმოწყალო დაკავებები, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტების და ასე შემდეგ ემსახურება ადამიანების დაშინებას. იყო და არის ადამიანი, რომელიც ძალიან თავდადებული არის თავისი პროფესიისთვის. არის გრაფიკული დიზაინერი. დამხობის გეგმის ჩავარდნამ რადიკალური ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების ლოგიკა სამართლის ჩარჩოებს მიღმა გაიყვანა. სასოწარკვეთილები იმის მტკიცებას ცდილობენ, რომ თუ ადამიანი საკუთარ პროფესიაში წარმატებულია, მისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენას რეაგირება არ უნდა მოჰყვეს. დესტრუქციული ჯგუფების მიერ მოგონილი ყოველი მომდევნო ეგრეთ წოდებული მესიჯბოქსი წინაზე უფრო სუსტია. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. არგუმენტების უშედეგო ძიებაში მხოლოდ დაკავებულთა პროფესიებს მიაგნეს. დოკუმენტაციის გარეშე აპელირებენ ჯანმრთელობის მდგომარეობით. სპეკულაციებს პასუხი საქართველოს პროკურატურამ გასცა. ორი დღე ამ მთელ რიგ საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ნაწილზე, რომ მათ ან მათ მცირე წლოვან შვილებს აქვთ მძიმე დაავადებები და რომ თითქოს აღნიშნულ გარემოებას ბრალდების მხარე ყურადღებასაც კი არ აქცევს. მსგავსი ინფორმაციები კამპანიურად ვრცელდება მაგალითად ალექსანდრე გოგოლაძეზე, გიორგი ჩახუნაშვილზე, მათ შორის მის ასაკზე მითითებით და ასე შემდეგ. ამ ფონზე რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციას ხსენებული მძიმე დაავადებების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს ნაცვლად ინფორმაციების კამპანიურად გავრცელებაში ჩართულობისა, პარალელურად მაინც წარმოადგინონ გავრცელებული ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც საშუალებას მოგცემს ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის შეფარდების მიზანშეწონილობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ დაუზუსტებელი ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ სუბიექტურ პიარულ მიზნებს და არა ბრალდებულების ინტერესებს. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეეფარდოთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. ყველა კანონდამრღვევი, რომ პასუხს აგებდა ამის შესახებ სახელმწიფო გუნდიდან, აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, რასაც მედია არქივი ინახავს. ყველა ვინც გადაწყვეტს, რომ საქართველოში 90-იანი წლები დაატრიალოს, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხი გაეცემა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი სერიოზულად მსჯელობენ, რამდენიმე ჯგუფი, შიდა ჯგუფი მსჯელობს სერიოზულად იმაზე, რა მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. არავის არ ურჩევა ამის გაკეთებას. არა თუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე გაფიქრებასაც არ ურჩევა ამისას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ ამაზე. გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისასახელო. გაიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუწდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუწდეს ფეხი ამ კანონზე. სწორედ ეს განცხადებები გაახსენა ჩავარდნილი დამხობის მონაწილეებს ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. გიორგი გრძელიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა ზუსტად იცოდა 4 ოქტომბერს რისთვის მიდიოდა აქციაზე. არა მხოლოდ ყველამ კარგად იცოდა ყველაფერი სად მიდიოდა, არამედ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს ეს ხალხი, რომ კანონდარღვევას მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება. პროფესორმაც, ექიმაც, სტუდენტმაც ყველამ იცოდა სად მიდიოდა. ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს აუცილებლად აღასრულებს. პროფესია, რომ დანაშაულისგან თავის არიდების მიზეზი ვერ გახდება, ეს რადიკალებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა და მათი ლოგიკის აბსურდზე მიუთითა. მმართველი გუნდის განმარტებით ჩავარდნილი რევოლუციური გეგმის მონაწილეებს უნდა ეყოთ სიმამაცე და პასუხიაგონ ჩადენილის გამო. ისინი, ვინც მიდიან ხელისუფლების დამხობაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩავარდნილი სახელმწიფო გადატრიალებას, ჩავარდნილი ხელისუფლების დამხობას მოყვება პასუხისმგებლობა. როდესაც მიდიხარ რაღაც ნაბიჯზე, კეთილი უნდა ინაბო და ის სითამამიც უნდა გქონდეს, რომ მიიღო პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით. ყველას აქვს რაღაც პროფესია, ხომ და დამნაშავეებსაც აქვს თავისი პროფესია. ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც ყველას აქვს თავისი პროფესია. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია ვერ მოხდება და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ. ნუ ეხლა ეს რა მორალია, საერთოდ გაუგებარია. ჩაიდინეს დანაშაული, ამას ცხადია მოყვება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს, ხო, როდესაც ჩადიხარ დანაშაულს, დამნაშავეა და პროფესიები აქ არაფერ შუაში არ არის და ზოგადად პროფესია ვერ იქნება ერთგვარი შემაკავებელი. დამხობის მონაწილეებისა თუ წამხალისებლების ხმამაღალი განცხადებები, პროფესიებზე მითითებასა და დანაშაულისგან თავის არიდების უსუსურ მცდელობებამდე დავიდა.
კარი მხარდაჭერა ხელისუფლების დამხობის მიზნით ორგანიზებულ შეკრებას და თავდასხმა ბოდიშის ნაცვლად. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის პრეს-სპიკერის ანიტა ჰიპერის გზავნილებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. როგორც ჩანს, ანიტა ჰიპერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან იმდენჯერ მიიღებს პასუხს, რამდენჯერაც ის საქართველოსზე უარგუმენტოდ ისაუბრებს და იმ დრომდე, ვიდრე 4 ოქტომბერს საქართველოში მომხდარ ძალადობას არ დაგმობს. ჟალო პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებები პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობა. პირველი კანონმდებლისთვის განსაკუთრებით მიუღებელია დანიშნული ბიუროკრატის მხრიდან ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმა. პარალელურად ოფიციალურ თბილისი ბრიუსელის დუმილის დღეებსაც ითვლის და პრინციპში საქართველოს ხელისუფლებაში არც აღარავის უკვირს ევრობიუროკრატების მხრიდან ძალადობის დაგმობაზე უარი. გახლავთ ადამიანი, რომელმაც ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ შეკრებას 4 ოქტომბერს. დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრეს-სპიკერმა ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვისმენთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არ არის არჩეული და არის დანიშნული საკუთარი ხელმძღვანელის მხრიდან, ვისმენდეთ არაარჩეული ბიუროკრატის მხრიდან თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება და ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსულის ეპითეტების ჟონგლიორებას დაიწყებს, ყოველ ჯერზე მიიღებს საკმაოდ კაფიო პასუხს ჩვენგან. ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევა, როდესაც გვესმის გამაყურებელი დუმილი ბრიუსელის მხრიდან და მისი საელჩოების მხრიდან. ასე იყო ზუსტად შარშანაც, როდესაც პარლამენტი ლამის გადაწვეს. ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოში ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავების. თვითონ არიან ამ ყველაფრის გამკეთებელი და ეხა საკუთარ თავს ხوار დაადანაშაულებს, ან საკუთარ თავს ხوار დაგმობს, ხო? ყველაფერი ყველამ კარგად ვიცით და ცხადია. თუ როგორ იმართება ეს პროცესები, საიდან ფინანსდება, ვინ უდგას სათავეში, ვინ შექმნა ეს აგენტურული ქსელი ქვეყანაში, ამ ტიპის ადამიანები, უსამშობლო აგენტურა და ცხადია ის არ გააკეთებს სწორ განცხადებას, რომელიც სიმართლეზე იქნება დაფუძნებული. როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლება 4 ოქტომბრის მოვლენების და მანამდე გაკეთებული განცხადებების ანალიზზე დაყრდნობით ამბობს, რომ თბილისში ძალადობა გარედან დაიგეგმა. მადლობა სოფო ბერიძე იყო. ნაციონალების უცხოელმა მეგობრებმა მეგობარ აქტს ვერ უშველეს. ჩანაწერი, რომლის წარმატების დაპირებით რადიკალები მომხრეთა განწყობაზე მუშაობდნენ, ისევ თაროზე აღმოჩნდა. უშედეგოდ დასრულდა მორიგი ამერიკული ვოიაჟიც. საქართველოში დამარცხებულები ქვეყნის წინააღმდეგ ამჯერად ვაშინგტონში დამარცხდნენ. ნაციონალური მოძრაობის სექტემბრის ამერიკული ვოიაჟი უშედეგო აღმოჩნდა. ბევრი დაპირებისა და მცდელობის მიუხედავად მათმა ამერიკელმა მეგობრებმა ჯო უილსონის მიერ მომზადებული კანონპროექტი ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ნაწილად ვერ აქციეს. სენატმა აღნიშნული დოკუმენტი 77 ხმით ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის გარეშე მიიღო. ბევრჯერ დამარცხებულები ილუზიაში რჩებიან და ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტის კანონად ქცევის იმედს არ კარგავენ. მეგობარი აქტის მიღებას რა პროცედურული ნაწილიც არ უნდა დასჭირდეს და როგორც არ უნდა გაიწალოს დროში, მეგობარი აქტს ექნება მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი მეგობრების. ამაში ვარ მადაწონებული. მეგობარი აქტის უამრავ მხარდაჭერა სენატში, აშუაში ოპოზიცია. არადა სენატში, რომ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს აღარ მიიღებენ, ეს კონგრესმენმა სტივ კოენმა ჯერ კიდევ 11 სექტემბერს თქვა. ამის შემდეგ იყო მცდელობა, რომ კანონპროექტი ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ნაწილი გამხდარიყო. ამ მიზნით ნაციონალური მოძრაობა ვაშინგტონში ჯო უილსონთანაც ჩავიდა. 18 სექტემბერს თინა ბოკუჩავა საზოგადოება შტატებიდან არწმუნებდა, რომ კანონპროექტი კანონად ავტორიზაციის აქტთან ერთად იქცეოდა. ხავს ეჭიდებოდნენ სხვებიც. მეგობარი აქტის შანსი, რომ წლის ბოლომდე მიღებული იყოს, კიდევ უფრო იზრდება, სწორედ ამ ჩანაწერით. აქტიურად მიდის განხილვები მათ შორის სენატში იმისთვის, რომ მეგობარი აქტი მიებას თავდაცვის აქტს, რომელსაც 63 წელია იღებს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო და რა თქმა უნდა წელსაც მიიღებს
ამ განცხადებიდან 22 დღეში საპირისპირო რეალობა დადგა. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის ირგვლივ განვითარებული პროცესები ქართულ ოცნებას უმყარებს იმედს, რომ შტატებში საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ამერიკა უარს ეტყვის დოკუმენტს, რომელიც მხოლოდ ციცრუესა და ცილის წამებას ეყრდნობა. ამ საკითხზე საუბრის დროსაც კი სახელისუფლებო პარტია შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით ურთიერთობების გადატვირთვის მზაობას ადასტურებს. იყო მხოლოდ და მხოლოდ მტრული, მხოლოდ და მხოლოდ მუქარებს ვისმენდით. ავტორი ვინც იყო აღნიშნული აქტის, ვიცით რომ 80,000 აქვს აღებული იმაში რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა და ელაპარაკოს ტყუილები. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება რომ მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. ცალკეული ძალების სურვილი რომ ეს მტრული აქტი საბოლოო ჯამში იყოს მიღებული, რა თქმა უნდა, ამ ხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ წინსვლა და რაღაც წარმატება ამ აქტს აქამდე არ მოყოლია, აქტის შეტანა საკანონმდებლო ორგანოში და იმედს გამოვთქვამთ, რომ არც აწი ექნება რაიმე ფორმით წინსვლა. საქართველოს ანტიმეგობრები კიდევ ერთხელ მწარედ დამარცხნენ ვაშინგტონში საქართველოსთან, ვინაიდან მათ მორიგჯერზე ვერ შეძლეს მეგობარი აქტის გატანა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ერთის მხრივ მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ ცდილობენ და ზნეს არ იშლიან, სიმართლე იმარჯვებს და რა თქმა უნდა ჩვენ მხარეს არის სიმართლე. კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების სანქცირებას ითვალისწინებს, კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოამზადა. ქართული ოპოზიცია მათი მეგობრის მიერ დაწერილი დოკუმენტის მიღებას 2024 წლის მაისიდან ელოდება. მოძალადის გმირად წარმოჩენა როგორც თანამედროვე ლიბერალიზმის კონცეფცია მზია ამაღლებელს სახელმწიფოსთვის სილის გარტყმა დაუფასდა. 24 ოქტომბერს მას მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადაეცემა. მართველი გუნდისთვის ეს ცინიზმია. ლაზარე გრიგორიადისიდან მზია ამაღლებელამდე გიორგი აბაზაძე ამბობთ. თუ დემოკრატიის მთავარი ღირებულება კანონიერება და სამართლიანობაა, მაშინ სამართალდარღვევა გმირობა ვერ იქნება. მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს მინიჭება ქართული ოცნებისთვის აშკარა პოლიტიკური манипуляციაა. საერთაშორისო მედიისა და დასავლური ბიუროკრატიის მორიგი უსამართლო ნაბიჯი კი დემოკრატიის დისკრედიტაცია. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაგმობას ელოდება, დასავლეთის პოლიტიკური ტონი დაუფარავა და ზეწოლის ნიშნებზე გადავიდა. გადაწყვეტილება რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით ცილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, დაცინვას თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ. თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ემსახურება კონკრეტულ მიზანს. მსგავსი გადაწყვეტილებები დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება. მართლ პარტიაში ითქვა, რომ ამ ფონზე ბიუროკრატები ცდილობენ შექმნან ცრუ ნარატივი თითქოს ძალადობას რაიმე სტატუსი გაამართლებს. ჩაურდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ხედავთ, რომ დაუფასეს დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი არც ნაკლები გმირად გამოგვიცხადეს. სწორედ ეს არის Deep State-ის ხელწერა, პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი, გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ, კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადეთ. როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად ისე მოიხსენიებენ, რომ ერთი ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. მოძალადის გმირად წარმოჩენა სწორედ ფსევდოლიბერალიზმის კონცეფციაა. პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს ერთი ცენტრიდან მართული მედიის საშუალებით, როგორც ცდილობენ კონკრეტული ძალები სიმართლის გაჩუმებას. დონალდ ტრამპს მაშინ ჯერ უკვე ყოფილ პრეზიდენტს როგორ გაუთიშეს წოდომა სოციალურ მედიაზე და მისი ანგარიშები როგორ წაშალეს, როგორ აბცელებდნენ მასზე დეზინფორმაციას იმისთვის, რომ გაეჩუმებინა. მოძალადის წარმოჩენა გმირად ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლება არის, ვინაიდან ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას და რა თქმა უნდა, ყველა ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა იქნას შექებული, უნდა იყოს დაჯილდოებული, რომ სხვებმაც დაინახონ, რომ ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ.
მოძალადისგან გმირის შექმნა უახლოეს წარსულში უკვე სცადეს, როდესაც პოლიციელის დაწვის მცდელობა გამოხატვის თავისუფლებას წარმოაჩინეს. იმ საზოგადოებისათვის, რომელიც პატივსცემს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, სირცხვილის ლაქა არის, იმიტომ რომ ეს ქალი არ დასჯილა იმის გამო, რომ იგი მას ვინმე შეუზღუდა სიტყვის თავისუფლება და არ დასჯილა იმის გამო, რომ მას სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა უწევდა. იგი დაისაჯა ჩვეულებრივი ბანალური დანაშაულისათვის. სრულ გმირების შექმნის მცდელობად მე ასე შევაფასებდი ამ ფაქტს. ეს არ არის პირველი მაგალითი, პირველი შემთხვევა. ჩვენ გავიხსენოთ, როდესაც პოლიციელების დაწვის მცდელობა იყო ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელებს. სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც გმირად რაცხავდა ამ ადამიანს და მთელი კამპანია ჰქონდათ აგორებული სხვადასხვა მათი მედია საშუალებებით. დასავლური მედია, რომელსაც თავისუფალი აზრისა და ადამიანის უფლებების დამცველის როლი ჰქონდა მორგებული ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ერთად, ნელ-ნელა კარგავს დამოუკიდებლობას და ერთიან იდეოლოგიურ ცენტრს, Deep State-ს ემორჩილება. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პროკურატურამ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. საუბარია გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებაზე, რაც გამოძიების ინფორმაციით პატიმართან წინასწარ იყო შეთანხმებული. ნინი გოგიშვილის რეპორტაჟი. პიარული მიზნებისთვის ფიზიკური ანგარიშწორების იმიტაცია საკანში. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გიორგი ქემოკლიძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით პატიმარ ბაჩიაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდა. გეგმის სისრულეში მოსაყვანად მასთან საკანში წინასწარ შერჩეული პატიმრები შეასახლეს. კვალის წასაშლელად ქემოკლიძის ბრძანებით სამეთვალყურეო კამერები გაითიშა, ვიდეო მასალა კი განადგურდა. გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ. გიორგი ქემოკლიძემ მისდამი დაქვემდებარებაში არსებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს უბრძანა გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელი საკნისა და ამავე საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების გათიშვა. ხოლო უკვე არსებული ჩანაწერების ჩამწერი მოწყობილობიდან წაშლა, ვინაიდან მოვლენების სცენარის შესაბამისად არ განვითარდა, მიზნის მისაღწევად გიორგი ქემოკლიძის ბრძანებით 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელ საკანში შეასახლეს ერთი პატიმარი. ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსმა კვლავ გიორგი ქემოკლიძის ბრძანების შესაბამისად გათიშა გიორგი ბაჩიაშვილის საკნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერების პირდაპირ რეჟიმით გადაცემის გამოსახულება. ასევე მითითების შესაბამისად წაშალა ვიდეო ჩამწერ მოწყობილობაზე არსებული ჩანაწერი. უკვე მეორე ცდაზე საკანში ბაჩიაშვილის ფიზიკური ანგარიშწორების ინსცენირება შედგა. მტკიცებულებების განადგურების მიზანი კი პროკურატურის ინფორმაციით იმის დამალვა იყო, თუ რა მოხდა რეალურად საკანში. სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. უწყებაში მისულ ქემოკლიძის უფლებადამცველებს მრავალტომიანი საქმე უკვე ჩაბარდათ. დეტალებზე მათ მედიასთან არ უსაუბრიათ. მხოლოდ ის თქვეს, რომ ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს. თავს დამნაშავედ არ ცნობს, გამოგვეცა მასალები, რომელიც მრავალტომიანია და საჭიროებს შესწავლას დეტალურად. სხვა მეტდეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია თანხმედრაშია სპეციალური პენიტენციური სამსახურის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებასთან. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ სავარაუდო დანაშაულში მხილებულის ქმედება აზიანებს როგორც დაწესებულების, ისე დასაქმებულთა რეპუტაციას. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა გამოძიებას მიმდინარე წლის 11 ივლისს ნომერ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მეტრეველსა და ბაჩიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ხოლო გამოძიების გარკვეულ ეტაპზე კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს. ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხმედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ
2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ბაჩიაშვილის საგანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მომსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაგესრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. მედიაში აჟიოტაჟის შექმნა სტრასბურგის სასამართლოში კი იმის წარმოჩენა თუ როგორ დევნის სახელმწიფო ბაჩიაშვილს. სწორედ ეს იყო გამოძიების ინფორმაციით ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაციის მიზანი. ჰქონდა თუ არა გიორგი ქემოკლიძეს ასეულობით მილიონი ბიტკოინის მითვისებაში მსჯავრდებულთან კორუფციული გარიგება. ამ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა მას სასამართლოში მოუწევს. ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარული მილიონებით ბაჩიაშვილი ან შეკვეთილ სტატიებს აწერინებს სხვადასხვა დასავლურ გამოცემებს ან ციხის კონკრეტულ ხელმძღვანელ პირს სანახაობას ადგმევენებს. ეს კი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი იყიდოს. ნინი გოგიშვილი გვერდება თემით პირდაპირ ეთერში. კრიმინალური ენერგიის მქონე ასე ხასიათდება მართულ გუნდში მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი. სასამართლო გადაწყვეტილებების გარდა ამის თქმის საფუძველს ქვეყნის პირველ კანონმდებელს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები აძლევს. მოპარული ფულით მედიის მოსყიდვა, შეკვეთილი სტატიების საერთაშორისო მედიაში და ძალადობრივი აქციების დაფინანსება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯებით ცდილობს ბაჩიაშვილის საპატიმროს დატოვებას და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ეს აჩვენებს უბრალოდ ერთი რომ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზე არის ადამიანი წამსვლელი და მეორე ეს აჩვენებს რომ ის ფული რომელიც მას აქვს ამ ხრივ თაღლითურად მოპარული ეს ფული სადღაცას არის ვიღაცა აძლევს საშუალებას რომ ეს გამოიყენოს და რა თქმა უნდა დიდ თანხებზეა საუბარი და ეძლევა შესაძლებლობა მოისყიდოს ესე იგი ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედიით დამთავრებული აშკარა და ხელის გულზედებს რომ ეს მოსყიდული სტატიები იბეჭდება ქვეყნის გარეთ და მას ასევე მან თავადვე განაცხადა რომ ის აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას და რადიკალურ ჯგუფებს მათი რადიკალური პროტესტის დროს. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ მან შეძლოს რაღაცნაირად ერთი რომ ციხის დატოვება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და შემდეგ მისი მოპარული ფულით სარგებლობა. დაკვლავ საქმის სამართლებრივი დეტალები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს ბაჩიაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი დავით ჯანდიერი არსებული ინფორმაციით უფლებადამცველმა მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულის გიორგი ქემოკლიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობენ დაცვის მხარეს გირაოს სანაცვლოდ ქემოკლიძის ხდომათა დარბაზით გათავისუფლების შუამდგომლობა აქვს. მისი პიროვნებიდან გამომდინარე სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს პატიმრობა. დაცვის მხარეს დააყენებს შუამდგომლობას გირაოს თაობაზე და აღნიშნულ შუამდგომლობას დავასაბუთებთ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მისი პიროვნებიდან გამომდინარე და მისი წარსულიდან გამომდინარე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილესა და მსჯავრდებულს ბაჩიაშვილს შორის წინასწარი გარიგება შედგა. მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორების ინსცენირება და ამ სცენარის პირადი მიზნებისთვის გამოყენება იყო. მადლობა ნინი გოგიშვილი იყო. რაც შეეხება აქციაზე არსებულ ვითარებას, ახლა რუსთაველის გამზირზე ვნახოთ როგორია სიტუაცია. რამდენიმე ათეული ადამიანი კვლავ არის შეკრებილი და ხედავთ, რომ საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ გზის სავალი ნაწილიც. საქართველოს დედაქალაქი ორ კვირაში 50 ქვეყნის 2000-ზე მეტ დელეგატს, მათ შორის მთავრობების მეთაურებს და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პატრონაჟით ჩატარდება. აღნიშნული ფორუმი უკვე 10 წელზე მეტია წამყვან საერთაშორისო ღონისძიებად იქცა, რომელიც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების სტრატეგიულ დისკუსიებს უწყობს ხელს. მაკუნ აბულაძე გიამბობთ.
ზუსტად ორ კვირაში თბილისი იქნება მსოფლიო ეკონომიკური საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. აბრეშუმის გზის ფორუმი, ანუ საერთაშორისო ბრენდი, რომელიც უკვე იქცა საუკეთესო პლატფორმად ეკონომიკური თუ პოლიტიკური დისკუსიებისთვის. 50 ქვეყნის 2000-ზე მეტ დელეგატს საქართველოს დედაქალაქში კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ ელოდებიან. სტუმრებს შორის იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, ვიცე-მინისტრები, კერძო სექტორის მაღალი რანგის პირები, მათ შორის საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი, MR ჯგუფის დამფუძნებელი. მორიგი ფორუმი კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას გააგებინოს მთელ მსოფლიოს ქართული ეკონომიკის წარმატების შესახებ და პოზიციონირდეს როგორც შუადერეფნის მთავარი საკვანძო ფიგურა, რომლის როლიც უალტერნატივოა. ფორუმმა შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა ბევრი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც კერძო სექტორისთვის, იმისთვის, რომ ორმა მხარემ ერთმანეთში აწარმოოს დიალოგი, მათ შორის იყოს საინტერესო პლატფორმა იმისთვის, რომ ვისაუბროთ გლობალურ ეკონომიკურ დინამიკებზე, გამოწვევებზე და ამ აღნიშნული მიმართულებების გადაჭრის გზებზე. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწევა არაერთი საერთაშორისო წამყვანი მედიის წარმომადგენელი და ეს რა თქმა უნდა მორიგი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ღირსეულად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა ის წარმატება, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, ისევე როგორც არაერთ დარგში. რიგით მეხუთე ფორუმიდან მასპინძელ თბილისს რამდენიმე გზავნილი ექნება საქართველოს როლის მნიშვნელობა შუადერეფნის კონტექსტში და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რომელიც სულ უფრო მეტ ინვესტორს უჩენს სურვილს ჩვენი ქვეყნით დაინტერესდეს. მასშტაბური აუდიტორია მოისმენს, რა ხედვა და პოლიტიკა აქვს მოქმედ ხელისუფლებას ევროპა-აზიის დაკავშირებადობის პროცესში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს. ამას მოწმობს უკვე მოქმედი პროექტებიც. ანაკლის ღრმაწლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზება, ახალი საერთაშორისო აეროპორტები თუ სახმელეთო მარშრუტების განვითარება. ეს არის ალბათ ძირითადი მესიჯი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ის დაგეგმილი პროექტები, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უკვე ანხორციელებს და მესამეს მხრივ მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან. მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ უშუალოდ ამ სატრანსპორტო მარშრუტის გაციფრულებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ტარდება და ჩვენ ვუმასპინძლებთ ფინტეკის ფორუმს, რომელსაც თავის მხრივ ეწევა არაერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტიც მათ შორის ცხადყოფს მათ ნდობას და მათ ინტერესს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის სწორი და მდგრადი განვითარების გზისადმი. და რა იქნება შემდეგ? ეკონომიკის მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ ეს ფორუმი მნიშვნელოვანი განაცხადია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო არეალზე და საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ რუკაზე საკუთარ ადგილს, თანაც დამსახურებულს კიდევ უფრო გაიმყარებს. გლობალური ეკონომიკის გიგანტი მოთამაშეებისთვის ქართულ მხარეს ბევრი რამ აქვს სათქმელი. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში საქართველოს მორიგჯერზე ექნება შესაძლებლობა, რომ ისაუბროს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ეს ფორუმი დაამტკიცებს იმას, რომ ფორუმმა უზრუნველყო მნიშვნელოვანი დიალოგების შექმნის პლატფორმა, რაც ეხმარება სახელმწიფოებს, ეხმარება კერძო სექტორს, ისევე როგორც დიალოგს კერძოსა და საჯარო სექტორს შორის. კავკასიის რეგიონში, მაშინ როცა ახლა დიდი ტურბულენტობაა, ამ დონის და მასშტაბის ღონისძიება ერთ რამეს ადასტურებს. რამდენად დიდია დაინტერესება საქართველოს, როგორც ამ რეგიონისა და შუადერეფნის საკვანძო მოთამაშის მიმართ. ამიტომ ოფიციალური თბილისი მზად არის კიდევ ერთხელ დაამტკიცოს მისი საჭიროება და მნიშვნელობა დანარჩენი მსოფლიოსთვის. ჩუმათელეთი ხევის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ორზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პარალელურად რიკოთის მთელ მონაკვეთზე მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი. დეტალების შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ხათუნა მაისურაძის და ანუკი ჩხიკვაძის რეპორტაჟი. საუკუნის პროექტი, რომელიც მგზავრების დროსა და ენერგიას დაზოგავს, დასასრულს უახლოვდება. რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ 4 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის მოდერნიზება მშენებლობის სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. დასრულების შემდეგ კი საერთაშორისო მნიშვნელობის საუღელტეხილო გზა ყველა მგზავრს მოემსახურება. პროექტის საბოლოო გეგმა საკმაოდ ამბიციურია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთავარ დამაკავშირებელ მაგისტრალზე თანამედროვე სტანდარტების 2-ზოლიანი ჩქაროსნული გზა მოეწყობა და 5 ახალი ხიდი აშენდება.
პროექტს ვუწევთ მონიტორინგს, ვაკონტროლებთ პროექტის მასალების, ქვეკონტრაქტორების კვალიფიციურობისა და აღჭურვილობის ხარისხს. კოორდინირებას ვუწევთ კონტრაქტორის საქმიანობას ყოველდღიურად სამუშაოების ადგილზე. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ინფრასტრუქტურული სამუშაო ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ისტორიულ უღელტეხილზე უკვე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა. გამოყენებული მასალის ხარისხი და სამუშაო პროცესი ყველა ეტაპზე მოწმდება. კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან უკვე დასრულებულია გზის ქვედაფენის მოწყობა სრულ 4 კილომეტრზე. აქედან 2 კილომეტრზე უკვე მოწყობილი არის ასფალტის ქვედასაფარი, ხოლო დარჩენილ 2 კილომეტრზე მიმდინარეობს სამუშაოები. მიმდინარე მონაკვეთის დასრულების შედეგად მოხდება რიკოთის მონაკვეთის სრულიად გასამხრივება, რაც საგზნობლივ გაზდის მოძრაობის უსაფრთხოებას. მიმდინარეობს 11.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, საიდანაც დარჩენილი გვაქვს მარჯვენა ნაწილის 4 კილომეტრი. პროექტი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. საგზაო მოძრაობის სრულად გახსნას მთელი პროექტის მასშტაბით მიმდინარე წელს ვგეგმავთ. გზა, რომელიც მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად მათ ეკონომიკურ სარგებელშიც გამოიხატება, მთლიანობაში 52 კილომეტრიან 4-ზოლიან მაგისტრალს, 51 გვირაბსა და 97 ხიდს მოიცავს. ამ დროისთვის მგზავრებს გადაადგილება რიკოთის 4-ზოლიანი 48 კილომეტრიანი გზით უკვე შეუძლიათ, რამაც მგზავრობის დრო და მანძილი გაანახევრა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რიკოთის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაო დაათვალიერა. გაეცნო იმ პროცესს, რომელმაც ამ გზაზე რისკის შესაძლებლობა უნდა გაანეიტრალოს და კომფორტული მგზავრობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახადოს. აქტიურად მიმდინარეობს 4 კილომეტრიანი ზოლის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენ დღეს თავიდან ბოლომდე დავათვალიერებთ ამ ობიექტს, მათ შორის არის გარკვეული შენიშვნები კონტრაქტორთან ხარისხთან დაკავშირებით, რასაც ის აუცილებლად გამოასწორებს, ასევე მიმდინარეობს სხვა სამუშაოები რიკოთის თელს მონაკვეთზე, იქიდან გამომდინარე, რომ იყო მცირე ხარვეზები, რომელიც არის გამოსასწორებელი და აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ უსაფრთხოება ამ გზის მონაკვეთზე იყოს მაქსიმალურად დაცული. ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის 96% ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია. რიკოთის ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა. და ბაჩო ახალაიას დაკითხვა ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ნინო არღულიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. ნინო, რა კომენტარი გააკეთა დაკითხვის შემდეგ გამოსულმა ახალაიამ? რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის თავდაცვის მინისტრის გამოკითხვა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. გამოკითხვის შემდეგ ბაჩუ ახალაიამ თქვა, რომ გამოძიებას აინტერესებდა კომუნიკაცია და ნაცნობობა იმ პირებთან, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობიან რევოლუციას აანონსებდნენ. ბაჩუ ახალაია გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა არ პასუხობს კითხვას, როგორ დაშავდნენ მშვიდობიან აქციაზე სამართალდამცველები. ასევე ბაჩუ ახალაია ისევ გაურბის კითხვას, რატომ არ ესწრებოდა თავად ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან აქციას. ვის იცნობთ, როდის იცნობთ და ესეთი წვრილმანები, რომლებიც აი ჩვეულებრივი იმის მე არაფერი დასამალი არ მაქვს. გასაგებად აუხსენი, ვის ვიცნობ. თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ძალოვანი. აქციას უწოდებთ მშვიდობიან, სადაც 30 პოლიციელი დაშავდა 30. მე თქვენ რანაირად იყო? არ თუ ვერ. როგორც გინდათ ისე მინდა. ხო და ნუ ვერ დავდივარ აქ. რატომ ბატონო ბაჩო, რა გაშინება? შეჭრის მცდელობა ვერ ნახეთ თქვენ ბატონო ბაჩო. რას უყურებდით ასეთ საქმეს? ვიდეო ჩანაწერის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი აი ვიდეო ჩანაწერის გამო და როგორც ხდება ხოლმე პროპაგანდისტულად, როგორც ავრცელებს. ბატონო ბაჩო, თქვენი წარსულიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს საზოგადოება ამ ვიდეოს ინფორმაციას და ჩაატარებენ ექსპერტიზას. ამ შემთხვევაში როგორ იყო აქცია მშვიდობიანი, სადაც 30 პოლიციელი არის დაშავებული ან უფრო მეტი? ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებას?
ვერ შემდგარ რევოლუციონერებთან კომუნიკაციის გარდა, როგორც მოისმინეთ ბაჩუ ახალაიასგან გამოძიებამ დღეს ხმის დნმ აიღო, ხმის ნიმუში აიღო, იმის დასადგენად არის თუ არა ავთენტიკური ჩანაწერი, რომელიც ბაჩუ ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარს ასახავს, სადაც ორივე მსხვერპლზე და პროცესების არევაზე საუბრობს. საინტერესოა ერთი დეტალი, რომ ბაჩუ ახალაია გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა ქვეყანაში ის დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა პერიოდი, როდესაც ოპოზიციამ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბარი დაიწყო. ბაჩუ ახალაია რევოლუციის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდებოდა, თუმცა დღეს ამ პროცესებისგან გამიჯვნა შეეცადა, რამდენად მოახერხა ეს ამას მაყურებელი დაასკვნის. პარლამენტში კი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა გრძელდება. მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35 მილიარდ 500 მილიონი იქნება. გაიზრდება სამინისტროების ჯანდაცვის, სოციალური და განათლების პროგრამების დაფინანსება, მოიმატებს პენსიები და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები. თამარ ჩიკვატიაგი ამბობს. კენჭი ეყრება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, ვინ არის მომხრე. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და უსაფრთხოების სამსახურის დასაფინანსებლად მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.5 მილიარდ ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. დაგეგმილია პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით 445 მილიონი ლარის გამოყოფა. ბიუჯეტი ეზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში გამოყოფილი თანხა შეადგენს 1.473 მილიონ ლარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის გათვალისწინებულია 265 მილიონი ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გათვალისწინებულია 120.5 მილიონი ლარი. ის ამოცანები, მიზნები, რომელიც გააჩნია ამ სამსახურის ბუნებრივია საჭიროებს სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას, მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბუნებრივია ამ ნაწილში ჩვენ გვექნება, ასე ვთქვათ, შემდეგი მოსმენის დროს უკვე თვისობრივად განახლებული ბიუჯეტის წარმოადგენანი. იმისათვის რომ უპასუხოთ რეალურად იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს. სასიხარულოა, რომ ხელისუფლების დანაპირების სრულდება და საჯარო მოსამსახურებს სადავსა და უსაფრთხოების სფეროში 10%-იანი ხელფასის ზრდა გვაქვს უკვე დაგეგმილი მომავალი წლის ბიუჯეტში. იმედია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგი, ასე შეფასდა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებზე. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს სოციალურ მიმართულებას. 17 მილიონი ლარით იზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება. 10 მილიონით იზრდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით დაფინანსება და 92 მილიონ ლარზე მეტი იქნება. მისასალმებელია, როდესაც ზრდა არის იუსტიციის სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ფარგლებში და კიდევ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა იმსჯელოთ და მათ შორის მივიღოთ ისეთი შედეგი, რომ ზრდა, რომელიც აისახება ბიუჯეტში, იყოს თანაბრად განაწილებული ყველა იმ საჭიროებზე, რომელიც დგას თითოეული სამინისტროს წინაშე. ფინანსების მობილიზებაა კულტურის სფეროს მიმართულებითაც. ბიუჯეტი იზრდება როგორც ინფრასტრუქტურაში, ისე ხელოვნების მხარდასაჭერად. ბიუჯეტის პროექტს კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარება გვაქვს ძალიან კარგ ნიშნულზე და ეს სიკეთე ბუნებრივია აისახება ჩვენი თითოეული დარგის წარმომადგენლებზე. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტები გაეცნენ. მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით 1/3 ისევ სოციალური დანიშნულებით იქნება, ასევე ჩვენ განვიხილეთ ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც უნდა განხორციელდეს საქართველოში. ბიუჯეტში მატება არის, ეს ძალიან დადებითია ტენდენცია და ყველა ის ტურისტული, სპორტული, ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წელს 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 4 წლიან პერიოდში კი 140 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური ზრდის შედეგი პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება.
საქსტატის ახალი მონაცემები უძღების ინფორმაციით 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.5%-ით გაიზარდა და 1970 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით ხელფასების ზრდა წელს ყველა სექტორში დაფიქსირდა. ნინი მაისურაძე გეამბობთ. 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1970 ლარს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით საშუალო ხელფასი 204 ლარით, ანუ 11.5%-ით გაიზარდა. ტენდენცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა და ყველა ეკონომიკურ სექტორში ხელფასების მატება შესამჩნევია. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია პრაქტიკულად და ყველა სექტორში წინა წელთან შედარებით, ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 2200 ლარსაც აღემატება. ხელფასების ზრდა ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება, თუმცა ლიდერობს კონკრეტული დარგები. ინფორმაცია და კომუნიკაცია 3923 ლარი ზრდა 1.7%, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობა 3677 ლარი ზრდა 14.4%, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა 2823 ლარი ზრდა 12.6%, ოფიციალური მონაცემებით ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი კვლავ ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორებშია. არც არის გასაკვირად თვითონ სოფლიოში IT სექტორი, რაც შეეხება განსაკუთრებით AI მიმართულება, არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინტერესის სფერო. ფიქრობთ, რომ ეს გაგრძელდება ეს ტენდენცია, უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია შემოვა ბაზარზე. ჩვენ Making Science-ი ხელს უწყობთ როგორც გაანთლებას, ასევე დასაქმების ბაზარს და ორივე კომპონენტი გვაქვს ძალიან მაღალ დონეზე. მიღწეული პროგრესი მხოლოდ დედაქალაქში არ არის კონცენტრირებული. ქვეყნის ეკონომიკურმა წინსვლამ დადებითი გავლენა მთლიანად ქვეყანაზე იქონია. დაქირავებულთა ანაზღაურების ზრდა რეგიონებში შეიმჩნევა. მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ხელფასების ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ლოგიკური შედეგი. ზრდა გრძელდება წელსაც, გაგრძელება მომავალში, იმიტომ რომ საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 2024 წელს საქართველოს ჰქონდა 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდაში. ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკაში ფიქსირდება, გაგრძელდება არა მხოლოდ 2025-ში, არამედ საშუალოვადიან პერიოდშიც. დადებითი ტენდენცია შრომის ბაზრის სტაბილიზაციასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს, რაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, რა ყველა მოქალაქისათვის უფასოა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა და ის ერთ-ერთია, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ყოველწლიურად ვიკეთებ ვაქცინაციას, იმიტომ რომ ჯერ ისეთი ვარ ხან ონკოლოგიური პაციენტი, გულის პრობლემებიც მაქვს, ქრონიკული დაავადებები მაქვს და ამიტომ ჩვენთვის აუცილებელია. ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა სრულიად უფასოა და ნებისმიერ მოქალაქეს 6 თვის ასაკიდან შეუძლია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებს მიმართოს. აქვს ფართო მოცვა, ძირითადად მოიცავს A ტიპის და B ტიპის ვირუსებს, რომლის პრევენციასაც ძალიან კარგად ახდენს. საშუალოდ ვაქცინაციიდან 2 კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი იმუნიტეტი გრიპის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ჯობია დროულად დაიწყოს ვაქცინაცია. აცრა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი ვაქცინით ვაქსიგრიპ ტეტრათი ტარდება, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა რეკომენდირებული. სრულად შეესაბამება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს და მორგებულია იმ გრიპის შტამებზე, რომელთაც ცირკულაციაც ამ სეზონზეა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია განხორციელდეს, ვინაიდან წლის განმავლობაში მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი გრიპის ვირუსით ავადდება. ჩვენს მიერ საქართველოს მასშტაბით ყველგან არის სრულად მიწოდებული ვაქცინა და დღეიდან უკვე შეუძლიათ საქართველოს მოსახლეობას რომ განახორციელონ აცრა. ჯანდაცვის სამინისტრომ სეზონური ვაქცინაციის კამპანია წელს ნაადრევად დაიწყო. მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტიანი დაცვა სწორედ გრიპის გავრცელებამდეა მიზანშეწონილი. სახელმწიფომ უკვე შეიძინა 200,000 დოზა ვაქცინა, რაც იმუნიზაციის პროგრამის ნაწილია. პრიორიტეტულია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის. მაგალითად შვეიცარიაში გამოყენებული ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და მეორეს მხრივ აბსოლუტურად ეფექტიანი საიმისოთ, რომ სრულფასოვნად დაიცვას ადამიანი გრიპისგან.
იმუნიზაციის ხელმისაწვდომობა და პრევენციული ზომების გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მეზღვაურის ქართული სერტიფიკატი ევროკავშირის მე-20 სახელმწიფომ აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ლუქსემბურგის დროშით მცურავ ხომალდებზეც იმუშაონ. მორგი აღიარება ქართველი მეზღვაურებისთვის სოციალური დაცვის მაღალი გარანტია იქნება. ნინო ჩუბინიძე ამბობს. ქართველი მეზღვაურებისათვის სამუშაო არეალი ფართოვდება. საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურთა სერტიფიკატები ლუქსემბურგის დიდმა საჰერცოგომ აღიარა. ლუქსემბურგი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის რიგით მე-20 ქვეყანა, რომელმაც ქართულ მეზღვაურებს ბაზარი გაუხსნა. ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებს მეზღვაურთა დასაქმების ბაზარზე, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაცია და მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი, ის საკანონმდებლო ჩარჩოა, რომელიც განაპირობებს ქართულ მეზღვაურთა დასაქმების მაღალ გარანტიებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს სერტიფიკატის აღიარება ნიშნავს, რომ ქართულ მეზღვაურებს ლუქსემბურგის დროშით მცურავ 200 გემზე დასაქმების საშუალება ეძლევათ. ქართველი მეზღვაურები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს როგორც საიმედო საზღვაო პარტნიორის მიმართ ნდობის გამოხატულებაა. ჩვენი დიდი ისტორია რა გვაქვს ლუქსემბურგის დროშასთან ურთიერთობის, იმდენად რომ ეს ახალია და ეს უფრო მეტად ემსახურება და ნდობის გამოხატულება არის. რომ საქართველოს როგორც საიმედო საზღვაო პარტნიორი ისე ჩანდეს საზღვაო ბაზარზე. ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ევროკავშირის არაწევრი 55 სახელმწიფოს მიერ აღიარებულია. მათ შორისაა გაერთიანებული სამეფო, კანადა, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, ინდოეთი, თურქეთი, ისრაელი. მორიგი აღიარება ქართველი მეზღვაურებისათვის სოციალური დაცვის მაღალი გარანტია იქნება. სერტიფიცირების მიზანი არის ის, რომ ესე იგი კომპეტენციის შესაბამისობა დადასტურდეს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ, რაც ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ასევე ნიშნავს მსოფლიო საზღვაო ბაზარზე დასაქმების უზრუნველყოფას. ეს ხდება საზღვაო სააგენტოს გამოცდების გზით. საქართველოში 20,000-ზე მეტი მეზღვაურია რეგისტრირებული. მათი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონი ამერიკული დოლარია. ქართულ ფეხბურთელებს დღეს ყველა სიახლეს გაეცნობით იმედი ნიუჯიზე, ჩვენ კი ორშაბათამდე გამშვიდობებით. ნახვამდის.